და სულ ცოტა ხანში გავაგრძელებთ ამ რეპორტაჟს. ბოდის გიხდით ტექნიკური ხარვეზის გამო პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების ელჩი და ჯანდაცვის მინისტრი ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მთავრობის წევრები და ამერიკელი დიპლომატი კვლევითი ცენტრის რეგიონალურ მნიშვნელობაზე საუბრობენ. ვიზიტის წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის საერთაშორისო მედიასთან გაკეთებული სკანდალური განცხადება. ჯეფრი სილვერმანის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობდა და კონკრეტული დაავადებების გამომწვევები მზადდებოდა. დაწესებულებას უკავშირდება რუსეთის მთავარი სანიტარის განცხადებაც 2011 წელს. გენადი ონიშენკო ამბობდა, რომ ღორის გრიპი რუსეთში საქართველოში განთავსებულ ლაბორატორიიდან ვრცელდებოდა. გვანცა პაპალაძის რეპორტაჟი. ახლა სწორედ იმ ლაბორატორიაში ვიმყოფებით, რომლის შესახებაც ჯეფრი სილვერმანმა დაავადებების გამომწვევების ხელოვნურად დამზადების შესახებ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. დღეს ლაბორატორიის დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მოგვეცა. ვნახოთ რა ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში. დღეს მეგზურობას ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავად გაგვიწევს. გამარჯობა ბატონო გია, თუ შეიძლება რომ მეგზურობა გაგვიწევთ ლაბორატორიაში. და გაჩვენებთ დღეს ჩვენს ლაბორატორიებს. სანდით ეს არის ერთ-ერთი ლაბორატორია, რომლის მიზანი არის იმ მიკრობების აღმოჩენა, გაშიფრვა, რომლებიც შეიძლება პოტენციურად იყვნენ მიზეზი გარკვეული ეპიდემიების, ეპიდემიური აფეთქებების, ან თუნდაც ზოგიერთი შემთხვევების და ინფექციური დაავადებების. ან ხდება მათი გაშიფრვა გენეტიკურ დონეზე, დახასიათება და იმის მიხედვით თუ არის ეს რაღაც ახალი საშიში ინფექცია, თუ პირიქით არის ჩვეულებრივი გამომწვევი, ხდება დაგეგმვა იმ პროფილაქტიკური ღონისძიებების, რომელიც უნდა განახორციელოს ქვეყანამ ან რეგიონის მასშტაბით მიეცეს რეკომენდაცია. ბატონო გია, სილვერმანმა გაავრცელა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს ამზადებენ, ასევე დაავადებების გამომწვევები ხელოვნურად მზადდება. ამის შესახებ გითხარით, ანუ სილვერმანის განცხადებას რო უბასვით. მოგახსენებთ, ეს ცოტა რაღაც არასერიოზული განცხადება იყო. საერთოდ ეს არის ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდები, როდესაც თუ რაიმე ახალი ვირუსი ჩნდება, რაღაც ახალი ეპიდემია, ყოველთვის ბრალდება რომელიღაც ლაბორატორიას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2011-ში დასრულდა. მშენებლობა მთლიანად ამერიკის მთავრობამ დააფინანსა და ამისთვის 150 მილიონი დოლარი დახარჯა. ლაბორატორიას, სადაც საკმაოდ რთული სამეცნიერო კვლევები ტარდება, რეგიონში ანალოგი არ ჰყავს. ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ის მზად არის ექსპერტები, როგორც საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებებიდან, სააგენტოებიდან და სამინისტროებიდან მოიზიდოს. ასევე აქ შესაძლებელია ჩამოვიდნენ მსოფლიო დონის საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. მსგავსი დაწესებულება რეგიონისთვის მართლაც გამორჩეულია და იძლევა საშუალებას, რომ მაღალი ხარისხის კვლევები ჩატარდეს. უახლესი ტექნოლოგიები და საუკეთესო ადგილმდებარეობა. რიჩარდ ნორლანდის თქმით, ეს ლაბორატორიის ის მახასიათებლებია, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. კვლევითი ლაბორატორია დღეს პირველად პრემიერ-მინისტრმა რიჩარდ ნორლანდთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. აქ იქნა კომპლექსურად გათვალისწინებული როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აღჭურვილობითი, ასევე საკადრო და ასევე სასწავლო მეცნიერული ფაქტორები. თქვენ ხედავთ, რამდენად გამართულია და რამდენად ეფექტური არის თვითონ დაწესებულება. ამ პროექტის ფარგლებში შექმნილია საქართველოში 21 ლაბორატორია სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის 3 გახლავთ ჯანმრთელობის სამინისტროს სისტემაში, მეორე დონის და 7 პირველი დონის, 11 გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, 3 ასევე მეორე დონის და 8 პირველი დონის და სადაც ახლა ბრძანდებით, ეს გახლავთ ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრი მკაცრად დახურული ობიექტია. ლაბორატორიაში ამ დროისთვის მხოლოდ ქართველი ექსპერტები მუშაობენ. უახლოეს მომავალში ცენტრში სამუშაოდ სპეციალისტები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს გასული წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელი მიანიჭა. ამ დღისთვის სენატორი ლუგარი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა.